წმინდა მამა გაბრიელი ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში და ცხოვრობდა წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად თეთრი წყაროს ქუჩა 11 ნომერში. მამამისი ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი, მამუკინის ნავთლუღის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. მის ოჯახში ქრისტეს ხსენება სასტიკად აკრძალული იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების მერე წმინდა მამა გაბრიელს ბავშვობაში მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა. მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ მალე ბავშვი გამოჯანმრთელდა და თამაშიც დაიწყო. წმინდა მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 84 საშუალო სკოლის 6 კლასი. 1959 წელს იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ღირსი მამა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის შენახვას და ეკლესიაში სიარულს მაინც ახერხებდა. ტაძარში მანხუცური დამწერლობა შეისწავლა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ღვთის სადიდებლად მან თავის ეზოში 4 გუმბათიანი ეკლესია ააგო, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული გადაყრილი თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლების მესვეურებმა ბევრჯერ სცადეს ეკლესიის დანგრევა, მაგრამ უშედეგოდ. 1954 წელს წმინდა მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს, რომ იგი დიაკვნად ეკურთხებინათ. 1955 წელს ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში შედგა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა იგი ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს კი მღვდელ მონაზვნად აკურთხეს. 1956 წელს წმინდა მღვდელ მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია. იმავე წლის მაისში იგი წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად ინიშნება. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს წმინდა მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაში აღმართული ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე მან განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება? უნდა ეწეროს დიდება ქრისტე ღმერთს. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა. მამა გაბრიელი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. იგი ცხოვრობდა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან მესამის კოშკის დაბლა არსებულ პატარა გოდოლში, რომელსაც თვითონ კელიას ეძახდა. წმინდა მამა გაბრიელმა 5 წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების ზუსტი დრო. 1995 წელს წმინდანი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ღირსი მამა არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელი გარდაიცვალა. ანდერძისამებრ იგი ბერმონაზნული წესით ჭილობში გახვეული მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს. წმინდა მამა გაბრიელის სისხლი
რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზმა ანალიზის ჩასატარებლად დაუღო ღირს მამა გაბრიელს, დღემდე უხრწნელია. წმინდა მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობენი კანდელიდან აღებული ზეთი სასწauლებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთაც. შევთხოვოთ წმინდა მამა გაბრიელს მისი მეოხებით ჯანმრთელობა, სიხარული და სულიერი სიმშვიდე. ბედნიერად.